დილამშვიდობისა, დილის შემოვლაზე ვარ და ერთად დავათვალიეროთ, განახებთ თქვენს ამ სილამაზეებს. ჩანდოსი არის უსუპერესი ვარდი ყველა პარამეტრით. ხო ასეთი ლამაზია, მაგრამ სილამაზესთან ერთად ძალიან ძლიერი და იმხელა პოტენციალი ქონია ამ ვარდს. სიგანეს სიმაღლეში მიდის, აი არ ვიცი. იმხელა ყვავილები აქვს, ძალიან სურნელოვანია და მთელ ბაღში ამის სურნელი დგას. აქ ტერაკოტა უზის გვერდით. ეს ვარდიც ძალიან მიყვარს. მართალია სურნელოვანი არ არის, მაგრამ სურნელის გარდა არაფერი დაეწუნება. იმხელა ყვავილები აქვს, რომ ხელის გულზე არ მეტევა. ეს აქეთ როგორც იქნა დავადგინე, რომ ნამდვილად სიმპათი ყოფილა ეს პატარა ხვიარა ვარდუკა. მარი მართალი იყავი შენ. რამდენი 1-6-7 წელია მყავს და დღემდე არ ვიცოდი ამ ვარდის სახელი. არადა არის ულამაზესი. ეს არის კლეროუზი, ეხლა იწყებს კოკრების გაშლას. ეგეც როგორი ძლიერი ვარდია. ბოლომდე რო იშლება არის ულამაზესი. შეხედეთ, 1.80 მ ავიდა სიმაღლეში. პატარძლის თაიგულები. ეს ჩემი უსაყვარლესი რედ ბერლინია. ბოლომდე რო იშლება, ისეთი გაპრანჭული ყვავილები უხდება. აქეთ პირველი წლის პოლბოკიუზია. არც ამდენს ველოდი ახლა მარტისგან პირველივე წელს. ლერი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ საჩუქრისთვის. კარამელანტიკი. რამხელა ყვავილები აქვს ღმერთო. და როგორი სურნელოვანია. აქეთ ტესიკოა.
ფუმფულა გოგო. აი ესეთი ფუმფულა ყვავილებით. ჩემი საყვარელი ჩაის ჰიბრიდი. ჩავალანჟი. ნახეთ რა ზღაპრულად გამოიყურება. აი ეს პირველი ყვავილია და ალბათ ერთი თვეა ესე დგას. თან რა ლამაზი ბუჩქი აქვს კოხდა. აქეთ პირველი წლის ლანდლუსტია. როგორ მაინტერესებს ეს რომ წამოიზრდება და გაძლიერდება. როგორი იქნება? ეხლაც კი ეტყობა რომ დიდი პოტენციალის ვარდია ნამდვილად თან ულამაზესი. აქ ბეატრის შერჩენია ერთი ყვავილი. პირველი წლის ვარდებია ეგენი. ლანდლუსტიც და ბეატრისიც. აი ესეთი ოჩაღები. აქედანაც შევხედოთ. აქ ჩანდოს მიურგე ინტერლოჯი. ჭრდილში მყავდა და არ მინახე ამის წესიერი ყვავილობა და მგონი ახლა აქ მოწონს ეს ადგილი. დაიწყო გაშლა. გრანდამორე, ფრენესი. ფრენესი არის ძალიან გაპრანჭული ვარდი. აი ეს გადაშალა ტოტები აქეთ-იქეთ. აქეთ-იქეთ. რამდენი კოკორი აქვს? მაღალია საკმაოდ, აი იქნება ალბათ მეტრა 65 იქნება ნამდვილად. აქეთ მიქელანჯელო. როგორ უხდება ეს პინკ პიანოს ბურთები. Patience. დიდი ხანია უკვე ესე გაშლილი დგას Patience. ცოტა შეელახა ყვავილები, მაგრამ მაინც ლამაზია. Velvet Twilight. კოკრებშია. China Girl. აქ Kensington Gardens-ი ღმერთმა იცის რამდენი ხნის გაშლილი აქვს ეს ყვავილები. ერთი თვის ალბათ, რა ვიცი. ასე ყოჩაღად. ჰანი დიჟონი იწყებს.
რამხელა გაბარიტების ვარდია ხო ხედავთ? ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ვარდია ეს. ჩემს სიმაღლე კი არის მე მგონი. ხუთ კაკაოს დასცვიდა ფურცლები, მაგრამ მაინც ლამაზია. აი რამხელა. რედ ლეონარდო ეხლა იწყებს გაშლას. აი ეს ჩვენი ჰორტენზიები. ეს არის აიმო და ეს არის რუბირედი. ორივე წითელი უნდა ყოფილიყო და არის კიდეც და ფერშიც არის სხვაობა. განსხვავდებიან. ეს კიდე არის ალტაირი, რომელიც უნდა ყოფილიყო ლურჯი. არა სადა ალურჯი. რა აღარ მივასხი. ნახოთ აბა ეს კიდე რა გაიშლება. ეს არის იაპონური ვანხუა ჯიში. რაღაცა მირორ ესე ითარგმნება ინგლისურად და შევხედოთ რა ფერი გაიშლება აბა. აქეთ ყველაფერი რიგზია, ბრიოზა. უკან შტერნტალერი უკვე ამთავრებს ყვავილობას. ეს ბიგ ფარფლი ლავილა კოტა ქვემოთ შაკენბორგი ორაგულისფერი ყვავილებით. აი ესეთი ბორნეო დორე უსაყვარლესი ვარდია. აი ნახეთ როგორი ლამაზი ყვავილები აქვს. გაუძლო ყველაფერს. ეს არის შელი. პატარა შელიკო. მარია ტერეზია გაუჭირდა ამას წვიმაში, მაგრამ ძალიან პაწუკა აჭერდა. ვნახოთ აბა. უკან წითელ ქუდა იშლება, ღამის კოშმარი, სოფი ლუიზა. ეს არის გოგრა, ჩვენი საყვარელი გოგრა. ემილien გიოც ამთავრებს. აქეთ არის სტეფანია ბარონია. უმაგრესი გოგო გამოდგა ეს. უკან გერცოგინია კრისტიანა და ჯერჯერობით ვერაფერი გავუგემი, მაგვარც ვნახოთ რა სიზამს. აი ესეთი ხედია აქეთ. კარამელა ნახეთ რა გაპრანჭულია. გიჟდები ამ ვარდზე, ძალიან მიყვარს. უძლიერესი გოგოა. აქ შემოძვერი და ეს არის ომაშა ბარბარა. უსუპერესი ეგეც. ძალიან უხვი. ორენჯ რივა უკვე კარგავს თავის ფერს ნელ-ნელა, მაგრამ აგერ ახალი ყვავილი.
და კორავრივაც როგორ უხდებიან ერთმანეთს. ნახეთ რა ხელა ყვავილები აქვს. ნახეთ. გამაგიჟებენ ესენი. ასკოტი თითქმის გადაყვავილდა. უკან ავალანჟი უზის. ავალანჟი და ჩემი საყვარელი ჯისე. აქეთ ლავლი რედი იწყებს. კრისტალინამ გამაოცა წელს საუკუნია უჭირავს ყვავილები. მარტივ ყვავილა ვარდისგან მართლა გასაკვირია. თან ამ ხელა ბუჩქი გაიკეთა პირველივე წელს. სუზის ენერგია ეს და არის ძალიან მაგარი. აქეთ გახსოვთ ხო გითხარით თილია მივურგე და აბა ერთად მერე რა ლამაზად ჩაჯდებიან. აქ დუნხუანია და ამთავრებს. ეგეც ერთ-ერთი პირველი გაიშალა ჩემ ბაღში. ისედაც ზოგადად უკვე ამთავრებენ ვარდები პირველ ყვავილობას და რა გინდა სამწუხარო იყოს. არ ვიცი მერე სიცხეები თუ დაიწყო. შეიძლება შემოდგომამდე მეტი ვერაფერიც ვეღარ ვნახოთ. ჩემს ბაღში ასია ყოველ შემთხვევაში ყოველ წელიწადს მთელი ზაფხული ისვენებენ. აი აქ ფრანგული კაბა. ერთ-ერთი პირველი გაიშალა ეგ წელს და ძალიან ეფექტური და ლამაზი იყო. ეხლა უკვე გადაყვავილდა. თავისი საქმე გააკეთა, მოკლედ. აი ეს თემუდან გამოწერილი სადგამი, ვისაც გაინტერესებდათ. სტოლბაზე მაქვს მიყუდებული და მშვენივრად ძლებს, რა ვიცი. ერთ ფრანგულ კაბას კი ეყოფა ნამდვილად. კარმენ ვიურთი არის შეუდარებელი გოგო. ეს შარლოტა პერიანი. აი ესეთი მტევნები აქვს. თუმცა ერთეული ყვავილიც ქონდა სულ პირველი. აგერ რამდენიმე მტევანს კიდე გაშლის. აქ რა ხდება? აქ რა ხდება და მონალიზა იშლება ნელ-ნელა. იაპონური გოგო. ძალიან მომწონს ჯერჯერობით. ეს ბლუბერი, მუნვოლკი, შეხერეზადა, სანი სმაილი გადაყვავილდა უკვე. ეს ევას გულია, ევას სერიიდან. აი ესეთი გადაწოლილი ტოტები აქვს. აქეთ. ძალიან მაგარი ვარდია. აქეთ მულენგალეტი. ეს კაორუნო, ნომერი 1 სურნელი იაპონიაში. სილამაზით ახლა როგორც მივხვდი, არ გამოირჩევა, მაგრამ სურნელით კი. აქეთ ჰაცუნე შლის კიდე კოკრებს. აი ესეთი კარმენ ვიურთი ყავს. უმაგრესია. აქ თაღის ქვეშ ძალიან მოუხდა ეს ხოსტები. ამ ჩრდილში მეტი სხვა არაფერი გაიხარებდა. ჰელენა ამთავრებს ყვავილობას. უნაზესი ვარდია. შემიყვარდა ძალიან.
აქეთ როქსანა იწყებს ყვავილობას. გადაწვა აქეთ-იქეთ მხელა ტოტები გამოისროლა. არ ვიცი, ამდენს ნახდათ ვერ დავაბავ, რომც მოვინდომო. დაველოდები რა სიზამს თვითონ. ამის დაბმა შეუძლებელია. აქეთ ბუკე პარფემ დაამთავრა ფაქტიურად, უკვე გაუყავისფრდა ეს ბუკეტები. გვერდით უზის დინკი. აი ეს ჭკეტილაფერი როგორ მიყვარს. სუპერ ვარდია დინკი. ასე ძირს წამოწვა ეგეც. ნეონისფერი. რა მხელა ტოტები გამოისროლა და მოჭრას ვაპირებდი ამ ტოტების თურმე სადახარ, რამდენი კოკორი აქვს. აქეთ მადარტის ტორტები. რატო ჩამოწექი გოგო შენცა? ამდენს რო ვერ ვაბავ. მხელა ყვავილები აქვს, ვაიმე გავგიჟდი. ეს ვინ ყოფილა? ეშლი. ბრემენელი მუსიკოსები გადაყვავილდნენ. აქ არის ახალი იაპონური ვარდი პრინცესა ტიანგუნი და გაჩვენებთ რაფაელა. აი ესეთი სურირ დე პერიგიო. ეგეც უკვე თითქმის გადაყვავილდა. მულენგალეტი და სურირი ძალიან მოუხდნენ ერთმანეთს. აი და ევას გული. აი ესეთი ევაჭკა ყავს. წვიმა არ უყვარს როგორც ჩანს. ღამე უწვიმია და მაგრამ მაინც თავისი სილამაზე არ დაუკარგავს. მოკლედ შემოვიარეთ, არ ვიცი ახლა ამ ხელა ვიდეოს ჯგუფში ატვირთავს თუ ვერ ატვირთავს ეს Facebook-ში. მე ვეცდები და რა ვიცი. თუ არა და მომიწევს ისევ YouTube-ზე დადება. მადლობა რომ გაისეირნეთ ჩემთან ერთად.